9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 34 წელი. ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყოს მიტროპოლიტმა შიომ გადაიხადა. თანამსახურებდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, სამების საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე არქიმანდრიტი ილია ნასიძე და სხვა სასულიერო პირები. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა მიტროპოლიტმა შიომ. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. თქვენო აღმატებულებაო ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებაო ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებაო ბატონო პარლამენტის თავმჯდომარეო, პატივცემულო ბატონო ქალაქის მერო, პატივცემულო მთავრობის წევრებო, პარლამენტის წევრებო, ყოვლად სამღვდელონო, მდელმთავარნო, მამებო, ძმებო და დებო. 9 აპრილი არის დღე, რომელიც იტევს თავის თავში დიდ წუხარებასაც და დიდ სიხარულსაც. 36 წლის წინ რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას შეეწირა 21 უდანაშაულო მშვიდობიანი ადამიანი და დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამ მოვლენის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის. ეს იყო სამშობლოსთვის თავდადების, თავგანწირვის დიდი გამოვლინება, რომელმაც ჩვენში გააღვივა და გააძლიერა ეროვნული სული და დამოუკიდებლობის რწმენა. საერთოდ ცხოვრებაში არსებობს ორი გზა. ერთნი ყველანაირად ცდილობენ, ყველა ღონეს ხმარობენ, რომ მიაღწიონ პირად ბედნიერებას და პირად კეთილდღეობას. ხოლო მეორენი ღვთის გულისთვის, სამშობლოს გულისთვის, ადამიანისადმი სიყვარულის გულისთვის ამაზე უარს ამბობენ. ეს არის ქრისტიანის გზა. აი მაშასადამე არის თავის სიყვარულის გზა და თავდადების და თავგანწირვის გზა. აი 9 აპრილს დაღუპულმა ჩვენმა ძმებმა და დებმა აირჩიეს თავგანწირვის გზა. და სწორედ ამიტომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ამ დღეს გლოვის დღესთან ერთად უწოდა ჩვენი ერის სულიერი ამაღლების დღეც. მან ასევე ბრძანა, რომ 9 აპრილი ჩვენი ერის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის მქონე ერის თანამედროვე საქართველოში ათვლის წერტილად იქცა. და ამ სწრაფვის გზაზე, რა თქმა უნდა, იყო ბევრი დაცემაც, ადგომაც, ღალატიც, ერთგულებაც, ომებიც, მშვიდობაც, სიხარულიც ბევრი და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ სასო არ უნდა წარვიკვეთოთ, რადგან დამოუკიდებლობა გულისხმობს მუდმივ ბრძოლას, შრომას და სირთულეების დაძლევას. აი ამ თარიღიდან ზუსტად 2 წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ დამოუკიდებლობას. მაგრამ ჩვენ გვმართებს ვიზრუნოთ მისი შენარჩუნებისთვის. რადგან ყველაზე მეტად მას საფრთხეს უქმნის ის ცოდვები, რომელიც გავრცელებულია ხალხში, რის გამოც მადლი იკარგება და უფალი უშვებს ისეთ განსაცდელებს, როგორიც არის მტრების მიერ ტერიტორიების
წართმევა, მოსახლეობის განდევნა, დემოგრაფიული კლება და ასე შემდეგ. აი ამას ხას უსვამენ როგორც ბიბლიის წიგნების ავტორები, დიდი წინასწარმეტყველები და წმინდანები. ასევე ქართველი მემატიანეები წერენ ამაზე ხშირად. და რა თქმა უნდა თანამედროვე ეპოქის წმინდანებიც. ღმერთმა აცხოვნოს სულნი 9 აპრილს დაღუპულთა, მონათა და მხევალთა ღვთისათა, ჩვენი ძმების და დების. ღმერთმა დაალოცოს, გადაარჩინოს, გააძლიეროს საქართველო და ბედნიერი და მშვიდობიანი აღდგომა გაგვითენოს. ამინ. სამების საპატრიარქო ტაძარში პანაშვიდს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ. სამების საპატრიარქო ტაძარში შეკრებილი სასულიერო და საერო პირები 9 აპრილით გამოწვეულ ტკივილსა და უდიდეს მონაპოვარზე საუბრობდნენ. 36 წლის წინ მომხდარი ამბავი რუსთაველზე გადამწყვეტი ამბავი იყო საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. ბრძოლის გზაზე ამ დღის მერე განსაკუთრებულად მუხტი აი ამ დამოუკიდებლობისა აიწია საქართველოში და ეს ხალხი, ვინც დამოუკიდებლობისთვის შეეწირა, გახდა სიმბოლო რაღაცნაირი აი ამ მოძრაობისა. და დღეს ჩვენ ვიხსენებთ ამ ხალხს. ეს ადამიანები მთელი თავისი გულწრფელობით, ქვეყნის სიყვარულით იდგნენ იქ და ძალიან დიდ და დაუნდობელ ძალას უპირისპირდებოდნენ. ამიტომ მომავალ თაობებს მუდამ უნდა ახსოვდეთ შინაარსი აი ამ ამბისა, რომელმაც იმ დროს მთელი საქართველო გააერთიანა და ეს 9 აპრილი გახდა ერთიანობის სიმბოლოც. მაშინ სრულიად განსაკუთრებული ვითარება იყო ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვიყავით ერთიანი რაღაცა ძალიან დიდი ძალის წინაშე, ამიტომ ძალიან უფრთხილდებოდით ერთმანეთს და ძალიან დიდ პატივს მივაგებდით ერთმანეთს და ამითაც დაგვამახსოვრდა 9 აპრილი და 9 აპრილს დაღუპული ადამიანები. ღმერთმა აცხოვნოთ მათი სული და მარადიული ხსოვნა იყოს ჩვენში ამ ადამიანებისა. დღეს 9 აპრილია, ძალიან ძიმე დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 1999 წელს ამ დღეს განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს ადამიანები. ეს ადამიანები შეეწირნენ ქვეყნის ერთიანობას, ქვეყნის ერთობას და სიმტკიცეს. ღმერთმა ცათა სასუფეველში დაამკვიდროს მათი სულები, მათი სულის საოხად პანაშვიდი აღევლინა სამების საკათედრო ტაძარში. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ 9 აპრილის გმირების ხსოვნას, პატივს მივაგებთ მათ გმირობას. 9 აპრილი კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ ერთი მხრივ ეს არის რა თქმა უნდა უდიდესი ტრაგედიის დღე, თუმცა ამასთან ერთად ეს არის დღე, რომელმაც ქვეყანას მოუტანა გაერთიანება, ქართულ ხალხს მოუტანა გაერთიანება და მოუტანა დამოუკიდებლობა ზუსტად 2 წელიწადში 9 აპრილის ტრაგედიიდან საქართველოს ოფიციალურად გამოაცხადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. და მე მახსოვს ის დღეები, ის კვირები, ის თვეები, წლები, რამდენიმე წელი, როდესაც შეიცვალა დამოუკიდებლობა საზოგადოებაში და სიძულვის სძლია სიყვარული. შესაბამისად ეს ყველაფერი ჩვენ შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად უნდა გაუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, სწორედ ჩვენი გმირების ბრძოლის საფუძველზე. 9 აპრილი ჩვენი თაობის ცხოვრებაში არის გამორჩეული დღე მართლაც. გუშინო დღესავით მახსოვს, როდესაც რუსთაველზე ეს ამბები მიმდინარეობდა და როგორი უმანკოცისხლი დაიღვარა ჩვენი თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ახსოვს ჩვენი პატრიარქის ცრემლებამდე ხმა, როდესაც გძნობდა ის რა საფრთხეც ემუქრებოდა ჩვენ ქართველობას და როგორ იდგა და როგორ ევედრებოდა, რომ როგორმე გადასულიყვნენ ტაძართან და ელოცათ კაშვილთან.
მადლობა უფალს, ზოგადად საქართველოში ესეთი შეწირულები ყავს და მადლობა ღმერთს, რომ არ იკარგება მათი სისხლი უკვალოდ და სწორედ ამან მოიტანა ეს დამოუკიდებლობაც. დღეს აგერ სამართლიანად აღნიშნა მეუფეში ომრო, შენარჩუნება უფრო რთულია ზოგადად ვიდრე გამარჯვების მოპოვება. 1989 წლიდან მოყოლებული 9 აპრილი გამორჩეულ დღედ იქცა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ამასთან დაკავშირებით წელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით. ტრადიციისამებრ საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში პანაშვიდი აღესრულა. ქვაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა მიქაელ ფოფხაძემ სხვა სასულიერო პირებთან ერთად გადაიხადა. თბილისის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში პანაშვიდი დეკანოზმა ზაქარია ინატაშვილმა გადაიხადა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ სასულიერო პირმა მრევლს ქადაგებით მიმართა. ტაძარში შეკრებილები დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ. დღეს 9 აპრილია მოგეხსენებათ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი და ტრაგიკული დღე არის. სისხლში იქნა ჩახშობილი ჩვენი მოთხოვნა დამოუკიდებლობის ბრძოლისთვის. ძალიან ბევრი ხალხი შეეწირა ამ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის. დღეს ჩვენ შევასრულეთ მათი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი. ერთი მხრივ არის ტრაგიკული დღე, მაგრამ მეორე მხრივ არის ძალიან დიდი იმედის და სიხარულის დღე, როდესაც ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება. თავისუფლებისთვის ბრძოლა ეს არ არის ერთჯერადი აქტი. დღემდე ჩვენ ვიბრძვით აი ამ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის. არა აქვს მნიშვნელობა რა ერქმევა მტერს. თავარი არის რომ ჩვენ ვიყოთ ერთიანი, ერთი მიზნისთვის, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და ამ ხალხმა ყველაზე მთავარი თავიანთი ძვირფასი სიცოცხლე შესწირეს ამისთვის და ჩვენ ვალდებულები ვართ რომ ყოველთვის გვახსოვდეს მათი სახელები და ვლოცულობდეთ მათთვის და მადლობას ვწირავდეთ მათ გაღებული მსხვერპლისთვის. ღმერთმა მოიხსენოს მათი უკვდავი სულები და ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა და გაამთლიანოს. პატივი მივაგეთ 9 აპრილს დაღუპულთა გმირების სულებს. მამა ზაქარიამ ჩაატარა პანაშვიდი და ნათელში იყვნენ მათი სულები, რომელიც შეეწირნენ საქართველოს დამოუკიდებლობას. 9 აპრილი არის ჩვენი ღირსების და თავისუფლების დღე და მე ვფიქრობ, რომ ეს თავისუფლება ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, თავგანწირვის ფასად დაუჯდა და ჩვენ არც ახალგაზრდობამ და არც ერთმა თაობამ არ უნდა დავივიწყოთ მათი ღვაწლი. საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის ორგანიზებით 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. ახალგაზრდებმა 9 აპრილს დაღუპულთათვის პატივის მისაგებად საკუთარი ხელით შექმნეს გვირგვინი. აღსანიშნავია, რომ სამების საპატრიარქო ტაძარში 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი კიდევ ერთხელ აღესრულა. რუსთაველის გამზირზე წასვლამდე დავითიანის წევრები ღვთისმსახურებას დაესწრნენ. დღევანდელი დღე 9 აპრილი ყველას კარგად მოგვეხსენება რასთან არის დაკავშირებული. ეს არის დღე, როდესაც საქართველომ კიდევ ერთხელ მოიპოვა დამოუკიდებლობა და ჩვენმა გმირმა წინაპრებმა, აი ეს ახალგაზრდა გოგო ბიჭებმა თავისი მთელი შემართებით და გულით სულით თავი გაწირეს ამ ყველაზე ძვირფასი იდეისთვის, რომელსაც ქვია საქართველოს დამოუკიდებლობა და პატრიოტიზმი. ფაქტობრივად ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღე, 99 წელს უგულისხმობ. დავითიანმა ტრადიციად აქცია, რომ ამ დღეს ჩვენი მხრიდან და ჩვენი მოსწავლეების მხრიდან პატივი მიგვეგო ამ გმირი წინაპრებისთვის. დღეს ავაწყოთ გვირგვინი ქალბატონ ქეთევან ჯანხოთელთან ერთად, დღევანდელი დღისთვის დამახასიათებელი ყვავილით ტიტებით, რომელსაც მივიტანთ და დავდგამთ 9 აპრილის მემორიალთან, რომ პატივი მიიღოთ იმ ადამიანებს. დღეს 9 აპრილს დავითიანის მოსწავლეები ამოვიდნენ სამების საკათედრო ტაძარში თავიანთი ხელით დამზადებული გვირგვინით, რათა პატივი მიეგოთ 9 აპრილს გარდაცვლილ ადამიანთა სულებისთვის. ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანია, რომ აღინიშნოს ასეთი დღეები ახალგაზრდებთან ერთად, რათა მათი ღირებულებები სწორად იყოს, ასე რომ ვთქვათ, განსაზღვრული და იცოდნენ რა არის მნიშვნელოვანი და იცოდნენ ის თუ რისთვის იბრძოდნენ 9 აპრილს ჩვენი იმდროინდელი ახალგაზრდები. პანაშვიდის დასრულების შემდეგ მოძრაობა დავითიანის წევრები დაღუპულთა პატივის მისაგებად რუსთაველის გამზირზე მივიდნენ და 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
1989 წლის 9 აპრილს ქვეყნის დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიამ სასტიკად დაარბია. რუსთაველის გამზირზე დატრიალებულ სისხლიან ტრაგედიას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ათასობით მოქალაქე დაშავდა. 1991 წლის 9 აპრილს კი მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.